არსებობს რაკეტის ძრავა, რომელიც თეორიულად თითქმის ყველა სხვას ჯობნის. NASA მის ააგო და წარმატებით გამოსცადა. ის იყო ერთ-ერთი კანდიდატი კოსმოსური შატლის ძრავისთვის. მის განვითარებაში $1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, ეს ძრავა 70 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გაფრენილა კოსმოსში. მას ეწოდება აეროსპაიკი. და ის დღემდე ითვლება რაკეტების მშენებლობის წმინდა გრალად. რადგან ყველა რაკეტა, რომლის გაშვება ოდესმე გინახავს, დაფრინავს ჩაშენებული სისუსტე. კომპრომისით, რომელიც საწვავს ფლანგავს. აეროსპაიკს ეს კომპრომისი არ აქვს. მას, რატო არ დაფრინავს ის უკვე ყველგან? ეს არის ისტორია წევლაზე, რომელმაც პროგრამები, კომპანიები და მილიარდები შთანთქა. და იმაზე, რატომ ირღვევა ეს წევლა სწორედ ახლა. გერმანული სტარტაპის მიერ ბალტიის ზღვის თავზე, ესპანეთიდან სამგანზომილებიან პრინტერთან ერთად და რაკეტაზე, რომელიც წელს ამერიკის უძველესი გაშვების ადგილიდან უნდა აფრინდეს. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. აეროსპაიკის გასაგებად, ცოტა უნდა ვისაუბროთ ძველ, კარგ ზარისებურ საქშენზე, რომელიც ყველა რაკეტაზეა დამაგრებული. მისი ამოცანა მარტივად ჟღერს. ის უნდა მიმართავდეს ცხელი აირების ნაკადს სვის კამერიდან ერთ მიმართულებაში და ამ პროცესში მაქსიმალურად ბევრი წნევა ბიძგად გარდაქმნას. პრობლემა გარშემო არსებული ჰაერის წნევაა. საქშენი მხოლოდ მაშინ მუშაობს იდეალურად, როცა შვერილის ბოლოს გამავალი აირის წნევა ზუსტად ემთხვევა გარემოს წნევას. და ეს წნევა ასვლისას დრამატულად იცვლება. მიწაზე სრული ატმოსფერული წნევიდან კოსმოსში ვაკუუმამ. მაგრამ ხისტი ზარისებრი საქშენი მხოლოდ ერთი სიმაღლისთვის შეიძლება იყოს ოპტიმალურად ჩამოყალიბებული. ამიტომ მიწაზე ის როგორც წესი ზედმეტად დიდია, გარემოს ჰაერი დამონაბოლქვის ნაკადს აჭერს. ვაკუუმში კი ის უკვე ძალიან პატარაა. გაზი გვერდებზე ფართოვდება და უსარგებლოდ იფანტება. ყველა ზარისებრი საქშენი შესაბამისად კომპრომისია. და ეს კომპრომისი მუდმივად სიმძლავრეს გვაკარგვინებს ასვლისას. ზუსტად ამიტომ აქვს რაკეტებს, როგორიცაა Falcon 9. ქვედა ნაწილში მოკლე საქშენები, ხოლო ზედა ვაკუუმის საფეხურზე უზარმაზარი. უბრალოდ ორი განსხვავებული კომპრომისი იქნება. აეროსპაიკი ამ პრობლემას გენიალურად მარტივი ხრიკით აგვარებს. ის საქშენს გადააბრუნებს. ნაცვლად იმისა, რომ დამონაბოლქვი შიგნით ზარის ფორმის მეშვეობით გავიდეს, ის გარედან ცენტრალური წვეთის ან რამპის გასწვრივ მიედინება. სახელწოდების მომცემ წვეთზე. ერთ მხარეს ნაკადი წვეთს ებჯინება, მეორე მხარეს მას მხოლოდ გარემოს ჰაერი ზღუდავს. და ეს არის თავარი ხრიკი. ატმოსფერო ხდება საქშენის ის კედელი, რომელიც აკლია. რადგან ჰაერის წნევა სიმაღლესთან ერთად იცვლება, ის გამონაბოლქვის ნაკადს ავტომატურად ყოველთვის სწორად აყალიბებს. მიწაზე მკვრივი ჰაერი ნაკადს მჭიდროდ აჭერს ნემსზე. ვაკუუმში მას შეუძლია ფართოდ გავრცელდეს, ასე რომ ძრავა თვითონ ერგება ნებისმიერ ფრენის სიმაღლეს, სრულიად მოძრავი ნაწილების გარეშე. ამას სიმაღლის კომპენსაციას უწოდებ. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA-ს მონაცემებით ეს 15%-ით მეტ ეფექტურობას აპირდება. ეს შეიძლება შეუმჩნევლად ჟღერდეს, მაგრამ კოსმოსში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან 15%-ით ნაკლები საწვავის ხარჯვა პირდაპირ ნიშნავს მეტ სასარგებლო ტვირთს ორბიტაზე. სხვათა შორის, ეს ასევე ხსნის უცნაურ სახელსაც. რადგან სრულად ჩამოყალიბებული ნესტარი ძალიან გრძელი და მძიმე იქნებოდა, პრაქტიკაში მას აჭრიან. და ამის ნაცვლად ცოტა გაზს უბერავენ მოკვეთილი ნესტრის ძირის შუაში. ეს გაზის ბალიში აეროდინამიკურად ანაცვლებს დაკარგულ წვეს, ანუ ჰაერის ნესტარი. აეროსპაიკი, ჰაერის ნესტარი. და როგორც პატარა ბონუსი, ნესტარს ორი ვარიანტი აქვს. ბეჭდის ფორმის, სადაც წვის კამერები წრიულად ცენტრალური კონუსის გარშემოა განლაგებული და ხაზოვანი, სადაც ისინი ორ ხაზად გასწვრივ ისვრიან ბრტყელ რამპაზე. რაც გავს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის კოსმოსური ხომალდის უკანა მხარეს. არ არის გასაკვირი, რომ ფანები ყველაზე ცნობილ აეროსპაიკის პროექტს ამსგავსებდნენ Millennium Falcons. აქედან იწყება ჩვენი ისტორია და ეს ისტორია ნამდვილი დრამაა. ამ კონცეპტს იკვლევენ ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან. მათ შორის კომპანია Rocketdyne-ში, რომელიც აპოლოს ძრავების მთავარი მწარმოებელი იყო, 1960-იან და 70-იან წლებში იქ ააგეს J2-ის რგოლისებრი აეროსპაიკის ვერსიები. ანუ Saturn 5-ის ზედა საფეხურის ძრავა. და წარმატებით გამოცადეს ისინი მიწაზე.
აეროსპაიკი სერიოზული კანდიდატი იყო Space Shuttle-ის თავარი ძრავისთვისაც კი, მაგრამ მან წააგო. ძალიან ახალი, ძალიან რისკიანი, ძალიან ნაკლებად გამოცდილი, დიდი მომენტი დადგა 1990-იან წლებში. NASA-ს სურდა შატლის შემცველი, რომელიც ერთ ეტაპად გაფრინდებოდა ორბიტაზე. ლეგენდარული Venture Star-ის პროექტი Lockheed Martin-ისგან. და კოსმოსური თვითმფრინავი, რომელიც ერთი აუზის საწვავით უნდა გაფრინდეს ნულიდან ორბიტამდე, საჭიროებს ძრავს, რომელიც ნებისმიერ სიმაღლეზე ეფექტური. იდეალური ამოცანაა აეროსპაიკისთვის. სატესტო აპარატად აშენდა X-33 და მისთვის როკეტდაინმა შეიმუშავა საყვარელი პროექტი. ხაზოვანი აეროსპაიკის ძრავა XRS 2200. მისი მთავარი ნაწილი ტურბოპომპები პირდაპირ Saturn 5-ის J2-დან იყო აღებული და ეს ძრავა მუშაობდა დაახლოებით 93 ტონა ბიძგი ზღვის დონეზე. დაახლოებით 121 ტონა ვაკუუმში. სტენისის კოსმოსურ ცენტრში 12-ზე მეტი წარმატებული სატესტო გაშვება ჩატარდა. 2001 წლის აგვისტოში კი ორმაგი ტესტიც ჩატარდა. ორი შეერთებული ძრავით 90 წამზე მეტი ხნის განმავლობაში. NASA-მ საცდელი მოდელი FAIR 61 Blackbird-ის ზუგზე დაამაგრა, რათა ზებგერითი ფრენის დროს აეროდინამიკა გაეზომა. აეროსპაიკი მსოფლიოს ყველაზე სწრაფ თვითმფრინავზე. თუმცა ის არასდროს აუნთიათ. და ბოლოს პროგრამა მაინც შეწყდა. არა ძრავზე ის მუშაობდა. არამედ კომპოზიტური მასალის ცალბადის ავზზე, რომელიც 1999 წელს წნევის ტესტისას შთამბეჭდავად ჩავარდა და აღმოჩნდა, რომ მისი კონტროლი შეუძლებელი იყო. 2001 წელს NASA-მ პროექტი შეწყვიტა. 1.2 მილიარდ დოლარზე მეტი გაიხარჯა უშედეგოდ და დასრულებული აეროსპაიკის ძრავები მუზეუმში გადაიტანეს. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში აღარავინ გაბედა სერიოზულად ამაზე მუშაობა. Firefly სურდა თავისი პირველი რაკეტა აეროსპაიკის ძრავით აეშენებინა, მაგრამ გაკოტრდა სანამ რაკეტა აფრინდებოდა. მისმა მემკვიდრე კომპანიამ კი აეროსპაიკი მაშინვე გააუქცა. სხვა განცხადებები უშედეგოდ დასრულდა. აეროსპაიკის წევლა ფრთიან ფრაზად იქცა. თუმცა ამის უკან არანაირი მაგია არ დგას, არამედ ძალიან კონკრეტული პრობლემა. აგრილება. ზარის შემთხვევაში კედელი გარედან ესაზღვრება ნაკადს. აეროსპაიკის შემთხვევაში კი წვეტი პირდაპირ ცეცხლის შუაბულშია. ყველა მხრიდან 3000 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე გამონაბოლქვითაა გაშემოთმული. და წვეტი ყველაზე ცხელი წერტილი. ამ რაღაცის გაგრილება, ისე რომ არ დადნეს, ან აბსურდულად ძიმე არ გახდეს, ინჟინერთა თაობებს აწუხებდა. სწორედ აქ იწყება გარდატეხა. და ამაზე ახლა უფრო დეტალურად ვისაუბრებ. ბოლო წლებში რაღაც მოხდა, რამაც თამაშის წესები შეცვალა. 3D ბეჭდვა, უფრო სწორად დანამატური წარმოება. აეროსპაიკის გაგრილების პრობლემა პირველ რიგში წარმოების პრობლემაა. საჭიროა ასობით წვრილი გაგრილების არხი, რომლებიც სპაიკში გადიან და კამერის კედლებში მიიკლაკნებიან. და ეს კლასიკური ფრეზვითა და შედუღებით აშენება თითქმის შეუძლებელი იყო მისაღებ ფასად. თანამედროვე მეტალის პრინტერი ამ არხებსაც უბრალოდ ბეჭდავს. მაღალ ტექნოლოგიური სპილენძის შენადნობებიდან ერთიანად. და უცებ მთელ მსოფლიოში გუნდები ისევ ცდილობენ ამას. ბარსელონაში მდებარე Pangea Aerospace-ის ესპანელებმა 2021 წლის ნოემბერში გერმანიის აერონავტიკისა და კოსმოსის ცენტრის ლამპოლცჰაუზენის საცდელ სტენდზე აამუშავეს თავიანთი Demo P1. მსოფლიოში პირველი აეროსპაიკ ძრავა, რომელიც მეთანითა და ჟანგბადით მუშაობს. ბეჭდილია NASA-ს მიერ შექმნილი სპილენძის შენადნობისგან. დაახლოებით 2 ტონა ბიძგი. პირველ ცდაზე ანთება. გაშვება 2.5 წუთზე ოდნავ მეთხეს. ამასობაში ისინი ავითარებენ დიდ მემკვიდრეს არკოს. ბეჭდის ფორმის აეროსპაიკის ძრავა ზედა საფეხურებისთვის, რომლის წევის ძალაც თავდაპირველად დაგეგმილი დაახლოებით 30 ტონიდან, ახლა უკვე დაახლოებით 76 ტონამდე გაიზარდა. და ესპანეთის მილიონიანი დაფინანსებით უნდა გახდეს მსოფლიოში პირველი ფრენისთვის მზადყოფნაში მყოფი აეროსპაიკი. განსაკუთრებით ელეგანტურია. არკოსი ბიძგს არ მართავს მძიმე მბრუნავი მექანიზმებით, არამედ ბეჭედში არსებულ ცალკეულ წვის კამერებს სხვადასხვა დონეზე ახშობს. არც აქ არის მოძრავი ნაწილები, კიდევ უფრო წინ არის გერმანული სტარტაპი Polaris კოსმოსური თვითმფრინავები ბრემენიდან. ისინი აშენებენ პატარა კოსმოსური თვითმფრინავის დემონსტრატორებს საკუთარი შემუშავებული 3D ბეჭდვითი ხაზოვანი აეროსპაიკით, სახელად AS1. 2024 წლის 29 ოქტომბერს მათი 5 მეტრიანი Jet Mirror 2-მა ეს ძრავა აამუშავა ფრენისას ბალტიის ზღვის თავზე. კომპანიის განცხადებით ეს იყო მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც ხაზოვანი აეროსპაიკის ტიპის სარაკეტო ძრავა ფრენისას აამუშავეს. და ეხლა კარგად დაიმახსოვრე, სად მოხდა ეს? ენემიუნდეში. იქ, სადაც ოდესღაც V2 შეიქმნა, დღეს დაფრინავს ის ძრავა, რომელზეც NASA-მ ვერ მიაღწია წარმატებას.
ყველ არის უკვე 250-ზე მეტი ფრენა აქვს შესრულებული. ეს ფრენები 7 დემონსტრატორი განახორციელა და 2026 წლის იანვარში მიიღო შეკვეთა გერმანიის შეიარაღებული ძალებისგან. მრავალჯერადი გამოყენების ზებგერითი სატესტო თვითმფრინავის აშენება, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავის ზომისა, 2 ტურბოფანით და აეროსპაიკით აღჭურვილი, ფრენისთვის მზად იქნება 2027 წლის ბოლომდე. რაც აქ განსაკუთრებით მომწონს, ეს არის ამბიციური ვადები. გერმანია ამჟამად მსოფლიოში ლიდერია ფრინავი აეროსპაიკის მიმართულებით. და კიდევ არის ერთი კავშირი, რომელიც თქვენთვის ნაცნობი უნდა იყოს. LEAP 71. ჯოზეფინე ლისნერისა და ლინ კაიზერის კომპანია, რომელიც თქვენ ჩვენს ვიდეოში ნახეთ. მათმა ინჟინერების ხელოვნურმა ინტელექტმა, ნეირონმა, სწორედ ამ პრობლემაზე დაიწყო მუშაობა. 2024 წლის დეკემბერში მათ აამუშავეს სრულად კომპიუტერით დაპროექტებული, მონოლითურად დაბეჭდილი აეროსპაიკი 9 ტონის ბიძგით. მან პირველივეც დაზეიმუშავა. 1 წლის შემდეგ, 2025 წლის დეკემბერში, მათ ორბიტაზე გამოსაყენებელი 2 ტონა აეროსპაიკი მეთანითა და ჟანგბადით 3 კვირაზე ნაკლებ დროში სპეციფიკაციიდან პირველ ცეცხლამდე მიიყვანეს. 10 წლეულების განმავლობაში არსებული გაგრილების პრობლემა, რომელმაც მილიარდიანი პროგრამები დაანგრია, დღეს ალგორითმები და პრინტერები მას ყოველ კვირას თავიდან ამუშავებენ. თუ ეს შენც ისევე ხიბლავს როგორც მე, შეგიძლია ვიდეოს ჰაიპი მისცე. შენთვის ეს მხოლოდ ერთი დაწკაპუნებაა, მაგრამ არხს ძალიან ეხმარება, რადგან YouTube ვიდეოს ბევრად მეტ ადამიანს აჩვენებს. და არხის წევრობებსა და მაღაზიაში ექსპერტებს რამდენიმე სასიამოვნო დამატება ელოდებათ. გადავიდეთ ამ ვიდეოს მთავარ კითხვაზე. შეიძლება შენც უკვე დაგისვამს ეს კითხვა. რა ხდება StokeSpace? ამ კომპანიას ორი საკუთარი ვიდეო მიუძღვენით, რომლებსაც ქვემოთ დავამატებ. მათი რაკეტა Nova ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია. სულიად ხელახლა გამოსაყენებელია ორივე საფეხური. და მათი ზედა საფეხური საეჭვოდ აეროსპაიკს გავს. 24 პატარა წვის კამერის რგოლი წყალბადით და ჟანგბადით. განლაგებულია ცენტრალური, აქტიურად გადრილებადი მეტალის ფარი, რომლის შუაგულიდანაც გაზი მიედინება. ეს ხა აეროსპაიკია? პატიოსანი პასუხი ერთმნიშვნელოვნად არის კი და არა. და ეს კი და არა ყველაზე საინტერესო ამაში. StokeSy თავად ასე აღწერს ამას, რომ ცენტრალური გაზის ნაკადი აეროსპაიკის მსგავს ეფექტს ქმნის. სიმაღლის კომპენსაციას, ესე ვთქვათ, ბონუსად იღებენ. მაგრამ ამ ცენტრალური ფარის თავარი დანიშნულება სრულიად სხვაა. ის არის სითბოს ფარი ხელმეორედ შესვლისთვის. იმის ნაცვლად, რომ ზედა საფეხური მგრძნობიარე კერამიკული ფილებით დაფარონ, როგორც ამას Space Shuttle-ი ან Starship-ი აკეთებენ, Nova უკან ძრავის მხრით ბრუნდება უკან. და უბრალოდ თავის სითხით გაგრილებულ ძრავის ძირს უშვერს ხელმეორედ შესვლის ცეცხლს. ამისთვის ისინი თხევად წყალბადს იყენებენ. იგივე გაგრილების არხები, რომლებიც ლითონ სტარტისას საკუთარი ალიანგან იცავენ, დაბრუნებისასაც იცავენ მას. ეს არის ნამდვილი გენიალურობა. StokeSy-მა არა მხოლოდ აეროსპაიკის გაგრილების პრობლემა გადაჭრა, არამედ ეს ბიზნეს მოდელად აქცია. და დრო თითქმის ვერ იქნებოდა უკეთესი. პირველმა საფეხურმა თავისი 7 ზენიტის ძრავით, რომლებიც სხვათა შორის რაპტორის მსგავს სრულნაკადიანი წვის ძრავებია, 2026 წლის ივნისის დასაწყისში დაასრულა საკვალიფიკაციო ტესტები. და პირველი ფრენა დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის. სწორედ კეიპზე მდებარე გაშვების კომპლექს 14-დან. იმ სასტარტო მოედნიდან, საიდანაც ჯონ გლენი 1962 წელს პირველი ამერიკელი იყო, ვინც ორბიტაზე გაფრინდა. დარჩა კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც ხშირად ერევათ და ამას ახლა მოკლედ განვარდნ. აეროსპაიკი და როტაციული დეტონაციის ძრავები, მოკლედ RDE, ხშირად ერთ კატეგორიაში განიხილება, რადგან ორივე მომავალი საოცარ ძრავებად მიიჩნევა და ორივეს ხშირად რგოლის ფორმა აქვს. მაგრამ ისინი ორ სრულიად განსხვავებულ პრობლემას წყვეტენ. RDE ცვლის იმას, თუ როგორ იწვის საწვავი. ანუ საწვავი იწვის ბრუნავ დეტონაციურ ტალღაში და არა სტაბილურ ალში. მისი ეფექტიანობის ზრდა კი თავად წვის თერმოდინამიკიდან მოდის. აეროსპაიკი კი ცვლის იმას, თუ როგორ ფართოვდება უკვე დამუშავებული გამონაბოლქვი. მისი უპირატესობა მოდის საქშენის აეროდინამიკიდან. ერთი პროცესი საქშენამდე ხდება, მეორე კი თავად საქშენია. და რადგან ისინი სხვადასხვა მექანიზმზე მოქმედებენ, ერთმანეთს არ გამორიცხავენ პირიქით. HD-ის ფორმის დეტონაციის კამერა და ცენტრალური წვეტი გეომეტრიულადაც კი საეჭვოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს. ზუსტად ასეთი კომბინაციები უკვე მუშავდება კვლევებში. ვისაც დეტონაციური ძრავების შესახებ მეტი სურს დაიგოს, ჩვენი ვიდეოები ქვემოთ არის მითითებული. ბოლოს კი ჩემი გულწრფელი შეფასება. აეროსპაიკის სასწაულ მოქმედი საშუალება არ არის. და ის ოცნებაზე 10 წლეულებით გვიან გამოჩნდა. იმ დროის მთავარი მამოძრავებელი ერთ საფეხურიანი კოსმოსური თვითმფრინავი დღეს პრაქტიკულად მკვდარია. იმიტომ რომ მრავალჯერადი გამოყენების ორსაფეხურიანმა რაკეტებმა, როგორიცაა Falcon 9 და Starship-ი, ხარჯების პრობლემა სხვა გზით გადაჭრეს. ეს
15%-იანი ეფექტიანობა რეალური, მაგრამ ზარისებრი საქშენი უფრო იაფია, მსუბუქია და 1000 ჯერ გამოცდილია. და ამ არგუმენტთან იბრძვის ყველა ახალი ტექნოლოგია. და მაინც მჯერა, რომ აეროსპაიკი F1 ნამდვილად მოვა. უბრალოდ გვერდითი გზით. არა როგორც მთავარი ძრავა, წინვალე კოსმოსური გლაიდერისთვის, არამედ იქ, სადაც მისი თავისებურებები უცებ ოქროს ფასად იქცევა. როგორც ზედა საფეხურის ძრავა, მაგალითად პანგეაზე, სადაც სიმაღლეზე მორგება პირდაპირ ტვირთის მატებას იძლევა. ზებგერითი ფრენისას, როგორც პოლარიზზე, სადაც ბრტყელი ინტეგრირებული ძრავა იდეალურად ჯდება თვითმფრინავის კორპუსში და როგორც მრავალჯერადი გამოყენების სითბოს ფარი, მაგალითად სტოუგზე, სადაც გაგრილებული წვეთი ერთდროულად ორ საქმეს ასრულებს. 70 წლიანი წევლის შემდეგ საბოლოოდ არა ყველაზე ლამაზი თეორია, არამედ ყველაზე პრაქტიკული გამოყენების შემთხვევაც ხვეწ ყველაფერს. და როცა წლის ბოლოს ნოვა, ჯონ გლენპადიდან აფრინდება, პირველად გაფრინდება რაღაც ისეთი, რასაც ინჟინერთა თაობები დაწყევლად მიიჩნევა. მე ამას უყურებ და იმედი მაქვს თქვენს ჩემთან ერთად. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. ვადლობთ ჩართვისთვის. ძიმე გზით ვარსკვლავებისკენ.